ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება მუსლიმ ინფლუენსერებს, რომლებიც მას გვერდზე სწევენ, მას შემდეგ რაც ეს ინფლუენსერი გამოაშკარავდა, რომ ვიდეოების შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტურ ინტელექტს იყენებდა. ყველა იმ საოცარი ფონდის მიუხედავად, რომელსაც ის მართავს, რათა თქვენი მძიმე შრომით ნაშოვნი ფული მას შესწიროთ. როგორც ჩანს, არც ერთი ვიდეო სინამდვილეში ნამდვილი არ არის. და ეხლა როცა ეს თაღლითობა გამოაშკარავდა, ის კამერაზე პანიკაშია. აი ლილი ჯეის ისტორია, მეგობრებო, საკმაოდ საინტერესოა. ეს ინფლუენსერი ეხლა კამერაზე ტირის, რადგან გამოიჩინეს, როგორ იყენებდა ხელოვნური ინტელექტის ვიდეოებსა და ფოტოებს თითქოს საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარი საქველმოქმედო ჯილდოც კი გააყალბა ხელოვნური ინტელექტით. და რა თქმა უნდა, მისი რეაქცია ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. ასე რომ შეიძლება ითქვას, დღეს საკმაოდ საინტერესო ვიდეო გვაქვს. ამ ინფლუენსერმა მილიონობით მიმდევარი მოიპოვა თავისი რწმენისა და საქველმოქმედო საქმიანობის გაზიარებით. მაგრამ ეხლა ხალხი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად რეალური იყო მისი საქველმოქმედო საქმიანობა. მაგრამ ლილი ჯეი ის ინტერნეტში დიდი ხანია აქტიურობს. რამდენიმე წლის წინ ის სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას ეწეოდა. ის მუშაობდა გასართობ ინდუსტრიაში. გამოდიოდა ბურლესკის მოცეკვავედ. მუსიკალური კარიერის დაწყებაც სცადა. შემდეგ კი მან დაიწყო ისეთი მდიდრული ცხოვრების სტილის კონტენტის გამოქვეყნება, რომ გააჩნდება აზრი. ხო, ეს ჩვეულებრივი ინფლუენსერის ამბავია. ფაქტობრივად ეს იყო მთელი დამიჯერე ძმაო, მე მდიდარი ვარ ინფლუენსერის საწესი პაკეტი. მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. ლილი საჯაროდ გადავიდა ისლამზე და თითქმის ყოველი ნაბიჯი დააფიქსირა თავის მოგზაურობაში. მაგრამ მხოლოდ დოკუმენტირებაზე მეტად ის ადამიანებს манипуლირებს, რომ ეს ყველაფერი დაიჯერონ. ხო. ის საუბრობდა იმაზე, როგორ დატოვა ათეიზმი და მიიღო თავისი ახალი რწმენა, როგორ ისწავლა ლოცვა, ჩაიცვა ჰიჯაბი, წაიკითხა ყურანი და სხვებსაც მოუწოდა გაეცნოთ ისლამს. და ეს გულისხმობს თითქმის ისეა, თითქოს მიხვდა, რომ თუ მინდა გამختარიყავით ცნობილი, უნდა ვეპირფერო ყველაზე დიდ ონლაინ ჯგუფს, იცი, ისლამისტებს. და ასე მოგცევით, შემიძლია მათით ფული ვიშოვო. უბრალოდ თქვი, რომ მისი კონტენტი საინტერესო გახდა. იცოდი, რომ ჯეკ სპაროუ კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმებიდან რეალურ ცხოვრებაში მუსლიმი იყო? ასე რომ სისულელია, როგორც თქვი, და პროპაგანდა, მაგრამ მოიცადეთ ბიჭებო, მოიცადეთ. მისი საკუთარი ისტორიის მიხედვით, მისი რწმენის ძიებისას კითხვებზე პასუხის გაცემაში ChatGPT-მაც კი ითამაშა როლი. როგორც ჩანს, მან უბრალოდ ასე გამოიყენა იქ. Hey ChatGPT, ენტი კითხვა მაქვს. როგორ უნდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრება? უნდა მჯეროდეს ღმერთმეთის, უნდა ვიყო ათეისტი, აგნოსტიკი? მინდა ბედნიერი ცხოვრება მქონდეს, გავერთო, მაგრამ ასევე მქონდეს მიზნისა და სრულფასოვნების შეგრძნება. გთხოვ, ერთ წინადადებაში მითხარი და აუცილებლად აირჩიე ერთი გზა. თუ ერთ გზას უნდა ავესჭოდი, გიეჭოდი ღმერთში რწმენას, ისლამის გზით, რადგან ის უზრუნველყოფს ბედნიერების, მიზნისა და მარადიული სიცოცხლის იმედის სრულფასოვან ბალანსს. ვაუ. ეს იმდენად დაუჯერებლად პროპაგანდისტულია, რადგან შენ ზუსტად იცი, რომ მან თქვა, "Hey, ChatGPT, შემდეგ კითხვას დაგისვამ და მინდა რომ ზუსტად ამ წინადადებით მიპასუხო." რადგან აბსოლუტურად არ არსებობს შანსი, რომ ChatGPT ხალხს ისლამზე მოქცევას უხჩევდეს. ეს უბრალოდ ტყუილია. ის ტყუის და ტყუის და ტატყუის და ტყუის და ეს უბრალოდ ტყუილია, ხომ ასეა? კარგი. ბევრი ადამიანისთვის ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება შეცვალა და სურდა სხვებსაც იმავეს გაკეთებაში დახმარებოდა. მაგრამ მისი ონლაინ იდენტობის გარშემო დიდი პრობლემა იყო, რადგან ის მხოლოდ რელიგიაზე არ საუბრობდა. არა, ის ასევე წარმოაჩენდა თავს როგორც ადამიანს, რომელიც ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწეოდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ღაზა, უგანდა, სუდანი, ნეპალი და სხვა გაჭირვებული ქვეყნები. და მის ვიდეოებში ჩანდა, როგორ იღებდნენ ბავშვები საკვებს, ტანსაცმელს, ყურანებს და დახმარებას. ის საუბრობდა ბავშვთა სახლების გახსნაზე, ოჯახების მხარდაჭერაზე, საზღვარგარეთ პროექტების აშენებაზე. და ის არის ორგანიზაცია სახელად Lily J's ფონდის დამფუძნებელი. ამ საიტზე ბევრი პირდაპირ ეთერის ვიდეოა, რომლებიც სინამდვილეში პირდაპირ ეთერი არ არის. ხო, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ვებგვერდზე საუბარია ობოლ ბავშვებზე ზრუნვაზე, ჭაბურღილების აშენებაზე და ასე შემდეგ. და მგონი ბიჭებო, გახსოვდეთ, ეხლა ის უჩივის ან ემუქრება უჩივლოს იმ ადამიანებს, ვინც ამაზე საუბრობს, ხომ ასეა? უბრალოდ ეს კონტექსტი ყოველთვის გახსოვდეთ. ვებგვერდის დათვალიერების შემდეგ უნდა ვთქვა, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვის სექციამ ნამდვილად გამაოცა. როგორც ჩანს, უბრალოდ ყიდულობ ცხოველს და ამ ცხოველის ხორცი შემდეგ ბავშვებში ნაწილდება, მაგრამ მაინც უცნაურად არის ეს ფორმულირებული. მაგრამ არსებითად ის თხოვდა ხალხს დაეჯერებინათ, რომ ისინი უყურებდნენ ნამდვილ საქველმოქმედო საქმიანობას, რომელიც რეალურ ცვლილებას ახდენდა. და სწორედ ამიტომ, რაც შემდეგ მოხდა, გადაიქცა ესეთ დიდ სკანდალად, რადგან როცა ხალხმა უფრო ყურადღებით დაიწყო ყურება, ამ ვიდეოებიდან ზოგიერთი ლოგიკაში არ ჯდებოდა. რადგან როგორც ჩანს, ამ ემოციური ვიდეოებიდან ზოგიერთი შესაძლოა საერთოდ არც კი არსებობდა. მათ პირველ რიგში ABC News-ის გადამოწმების ჯგუფმა გადაწყვიტა ცოტა უფრო ღრმად ჩაეხედა საკითხში. და თავიდან ეს მხოლოდ პატარა დეტალები იყო, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ერთ-ერთ ვიდეოში ლილი იდგა იმის წინ, რაც აფრიკაში ახლად გახსნილი ბავშვთა სახლი უნდა ყოფილიყო. ის ივიმის, მას ბავშვები ართლია გარს და ყველას უკან დიდი ბანერი კიდია წარწერით Lily J's ფონდი.
ეს ზუსტად იმ ტიპის გულის ამაჩუყებელი ვიდეოს გავს, რომელიც ინტერნეტში მილიონობით ნახვას აგროვებს. მაგრამ ABC-ს გამოძიების მიხედვით აქ დიდი პრობლემა იყო. მათ დაასკვნეს, რომ ვიდეოში მყოფი ქალი სინამდვილეში ლილი არ იყო. ამბობენ, რომ ეს მისი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვერსია იყო. კარგი. რაც თავისთავად პრობლემურია, ხო ასეა. მაგრამ კიდევ უფრო უარესდება. The tapping as himself. სად მიდის ფული? რა ხდება აქ? ფული ბავშვებთან მიდის? არ ვიცი. მაგრამ ამას გარდა მათ ასევე აღნიშნეს, რომ ფონზე ზოგიერთი ბავშვიც და თვითონ ფონდის ბანერიც კი როგორც ჩანს, ფლიჩანს თლიანად ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი. და ეს მხოლოდ ერთი უცნაური ვიდეო არ იყო. არა, ABC ამბობს, რომ მათ იპოვეს რამდენიმე მაგალითი, სადაც როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტი იყო შერეული Lily J ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კონტენტში. მას სხვა კლიპში ლილი დგას სატვირთოს გვერდით, რომელიც თითქოს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის ღაზაში. და აქ ის ხელით მიუთითებს სატვირთოს გვერდზე არსებულ დიდ ფონდის ლოგოზე. და ბანერი როგორც ჩანს, მის ხელს გადაურბენს, რაც როგორც იცით, აშკარად ვიზუალური ხარვეზია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოში შეიძლება მოხდეს. ძალიან იშვიათია, რომ ხელი ავწიო და ჩემს უკან მოთავსებულმა სათამაშო მანქანის ხალიჩამ გადაწყვიტოს ჩემს ხელს გადაეფაროს და აციმციმდეს. ეს უბრალოდ არ ხდება. ეხლა რომ განმარტო, ABC არ იყო ეს ჭკვიანური იყო, კარგად გააკეთა. ბეიკ, ისინი ბევრად უფრო კონკრეტულები იყვნენ. მათ დაატენეს კითხვა, გამოიტანებოდა თუ არა ხელოვნური ინტელექტი ისეთი სცენების შესაქმნელად, რომლებიც მაყურებელს აჯერებდა, რომ ისინი ნამდვილ ჰუმანიტარულ საქმიანობას უყურებდნენ. მაშინ როცა ნანახის ნაწილი როგორც ჩანს, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი. და შემდეგ ცხადია, თუ ხალხს თხოვ, რომ ესეთი სერიოზული საქმის, როგორც ქველმოქმედება ან დობა მოგცენ, ეს ძალიან სერიოზულია. ეს უზარმაზარი ბრალდება. მაგრამ გამოძიება ვიდეოებით არ დასრულებულა, რადგან ჟურნალისტებმა თავად ფონდშიც დაიწყეს მოკვლევა. ასე რომ Lily J-ს ფონდის ვებგვერდზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკიცება იყო ის, რომ მათ უგანდაში ბავშვთა სახლი გახსნეს. აქ კი ბავშვთა სახლი მოხსენიებული იყო როგორც ადაოტანური და მის გარშემო არსებული კონტენტი ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ისინი უკვე ფუნქციონირებდნენ და ბავშვებზე ზრუნავდნენ. მაგრამ ABC-მ დაუკავშირდა უგანდის სერვისების ბიუროს რეესტრს, რომელმაც უთხრა, რომ ვერ იპოვეს ბავშვთა სახლი ამ სახელით რეგისტრირებული. უგანდაში ბავშვთა სახლის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მთავრობის რეგისტრაცია და ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვერ იპოვეს ადაოტანური ან ბავშვთა სახლი, რომელიც Lily J ფონდის სახელზე იქნებოდა რეგისტრირებული. ფონდმა ასევე განაცხადა, რომ გახსნა საცხობი ღაზაში, რათა მიეწოდებინა პური და დახმარება ადგილობრივ ოჯახებს. და მგონი თეორიულად ეს მშვენიერი იდეა. მაგრამ ABC-მ ასევე განაცხადა, რომ ვერ შეძლეს საცხობის არსებობის დადასტურება. მათ ასევე თქვეს, რომ ვერ დაადგინეს სად მდებარეობდა. და ჰუმანიტარული წყაროები, რომლებიც ღაზაში მუშაობენ, მათ უთხრეს, რომ არასდროს სმენიათ ამ საცხობის ან Lily J ფონდის შესახებ. ეხლა კონფლიქტის ზონებში მდებარეობის დადასტურება სხვათა შორის ანუ სინამდვილეში, ანუ მოусმინეთ ამას. ეს ეწოდება Lily J საცხობი. კარგი. და მათ მიქრეს, რომ მისი პროექტები ბუნდოვანია. მათი პროექტებია, მაგრამ ბუნდოვანია. ისინი არ იციან ფულის წყაროს შესახებ. და კიდევ ამ პროექტების სიმარტივემ აქ ზოგი ადამიანი დაიჯვა ამ ასე წოდებული Lily J ფონდის ღირებულებაში. სალამ ალეიკუმ და ღვთის წყალობა და კურთხევა თქვენზე. კარგი. ამ კაცმა მოახერხა გაენახა ვინმე ღაზაში. ვინც ამბობს, კი ეს რაღაც აქ რეალურად არ არსებობს. ისინი არაფერს დიდს არ აკეთებენ. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს დიდი ქარხნები, რომლებიც ყველას ემსახურება. შეიძლება რთული იყოს. და ფონდი მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ განზრახ არ ასახელებს ადგილმდებარეობებს, რადგან ეს შეიძლება ადგილობრივ პარტნიორებს საფრთხეში ჩააგდოს, როგორც ჩანს. მაგრამ ABC-ს თვალსაზრისით ეს უკვე წესად იქცა. ბავშვთა სახლის შესახებ მტკიცება, რომლის გადამოწმებაც გამომძიებლებმა ვერ შეძლეს, საცხობის გამოიძიებისას ვერ დაადასტურეს ვიდეოები, რომლებიც როგორც ჩანს, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი, სადაც ფონზე ადამიანები და ჰუმანიტარული საქმიანობა ჩანდა. რაღაც არასწორად არის აქ. მაგრამ აქ მხოლოდ რაღაც არასტორია კი არა, ხო ასეა. საქმე ის კი არ არის, რომ რამდენიმე ონლაინ ინფლუენსერმა შენიშნა, რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი და ისინი მას ამხელენ და უკმაყოფილონი არიან. აქ უკვე საქმე სერიოზულ მედია კომპანიასთან გვაქვს. არა რომ მედია კომპანიებს ვენდობოდეთ, მაგრამ ისინი იძიებენ ამ საკითხს და პოულობენ, რომ ეს ამბავი არასწორია, ეს ამბავი არასწორია, ეს ამბავი არასწორია, ეს ამბავი არასწორია. ეს უკვე პრობლემურია, მეგობრებო, გახსოვდეთ, ჯერ საუკეთესო ნაწილამდე არც კი მივსულვართ. ჟურნალისტები კიდევ უფრო უცნაურ რამეს წააწყდნენ, რადგან წლის დასაწყისში პრეს-რელიზში გამოცხადდა, რომ Lily J მიიღო რაღაც, რასაც 2026 წლის ავსტრალიის გლობალური ბრწყინვალების ჰუმანიტარული ლიდერობის ჯილდო ჰქვია. ოდესმე ხსმენიათ ამ ჯილდოს შესახებ? მე არა. არა რომ ეს რაღაც განსაკუთრებულად ბევრს ნიშნავდეს, რადგან ვერ ვიტყვი, რომ ავსტრალიური ჯილდოების ცერემონიებით ძალიან ვიხიბლები, მაგრამ აი როგორც ჩანს, Lily J-ს ფოტოები ამ ჯილდოს მიღებისას ასევე განცხადება, სადაც ამბობს, რომ პატივია მისთვის ეს აღიარება, მაგრამ სურს ყურადღება გაამახვილოს ღაზაში მყოფ ოჯახებზე. გამომძიებლებმა ძალიან მარტივი კითხვა დასვეს. ვინ გასცემს ამ ჯილდოს? რადგან როგორც ჩანს, მათ ვერ იპოვეს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ჯილდო საერთოდ არსებობდა Lily J-სთან დაკავშირებული მასალების გარდა. ეხლა უკვე არა მხოლოდ ის ფაქტია, რომ ის ქმნის პროპაგანდისტულ ვიდეოებს, რომლებიც სიცრუეა. არამედ გააქვს 1, 2, 3, 4, 5, 6 მტკიცებულება იმისა, რომ მას უყვარს ისტორიების გამოგონება.
კომპანია სახელად Real Media ჯგუფი. როგორც ჩანს, Real Media ჯგუფმა გამოაქვეყნა პრეს რელიზი, სადაც ეს ჯილდო იყო გამოცხადებული. მაგრამ ამავე დროს Lily G ერთ-ერთ თანადამფუძნებლად იყო მითითებული. ასე რომ ამ ჰუმანიტარული ჯილდოს საჯარო მტკიცებულება როგორც ჩანს მოდიოდა იმ კომპანიიდან, რომელთანაც ის თითქოს დაიყო დაკავშირებული. შემდეგ გამომძიებლებმა თავად დაათვალიერეს ჯილდოს ფოტოები და ორივე სურათზე აღმოჩნდა Google-ის სინთეტიკური წყლის ნიშანი. ციფრული მარკერი, რომელიც ფაქტობრივად ყველას ეუბნება, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო. ასე რომ ჩემი კითხვა ასეთია. რას ვაკეთებთ აქ? ანუ რატო? კაცო, თუ შენი ჯილდოს მიღების ფოტოები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი, ხალხი ბუნებრივად დაიწყებს ფიქს, საერთოდ იყო თუ არა ეს ჯილდოს გადაცემის ცერემონია. ზოგიერთი ფოტო, ვიდეო და თუნდაც სარეკლამო მასალა, როგორც ამბობენ, ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი, რამდენად შეგვიძლია საერთოდ ვენდოთ ამ ამბავს. მგონი ეს ყველაფერი ჭკუიდან შლის, იმიტომ რომ ვერ გეტყვით, რამდენი საათი მაქვს გატარებული მისი ვიდეოების და ვებგვერდის ვიდეოების ყურებაში, რომ გავიგო ხელოვნური ინტელექტით არის თუ არა გაკეთებული. ხო და აი ესეა. ესაა ის კონტექსტი, რაც ამ ამბავს აქვს. მაგრამ ეხლა აქედან იწყება ყველაზე საინტერესო, ხო ესეა? ჯის მდგომარეობა კიდე უფრო გაუარეს და არ ვაჭარბებ. ეხლა ის ემუქრება ჩემნაირ კონტენტ შემქმნელებს სასამართლოში ჩივილით, რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ. ის ცრემლებსაც კი ღვრის. და თავის განცხადებაში ამბობს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ნამდვილია. უბრალოდ ზოგან ოდნავ გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი. ის რეალურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს იმის გასაბათილებლად, რომ თითქოს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტით იყო გაკეთებული. ბიჭო, ეს ქალი ჩავარდება, რაც მე მიხარია. სავარაუდოდ ხო. ასე რომ ვის ჯერ კიდევ არ წაშლია თავისი ვიდეოები ამის შემდეგ, ველოდები რომ წაშლით თქვენს კონტენტს და საჯარო ბოდიშს მოიხდით. სულად არ ხუმრობ და თუ არა მეირა კი ამას არ გააკეთებს ბოდიში. ასე რომ მე თქვენზე პასუხს მოვითხოვ ალლაჰის წინაშე განკითხვის დღეს და ასევე ამ სამყაროში მე შევიდან საჩელებს ცილის წამებისთვის, ცილის მწამებლობისთვის, შევიწროებისთვის და საავტორო უფლებების დარღვევისთვის. დაგიჭირეს. ცოტა გაგეზიანებული ჩანხარ. ჩვენ არ გვეშინია. არც ერთს ჩვენგანს არ ეშინია ბოდიში. შეშინებული ვარ. შიშით ვკანკალებ. ის პასუხს მომთხოვს ამისთვის. ამას ციხიდან, ხო ასეა? განკითხვის დღე ალლაჰის წინაშე და აქ მიჩივლოს. ეხლა მეგონა რომ ის ქრისტიან შემოქმედებზე ლაპარაკობდა, ვინც ამას რეაგირებს, მაგრამ როგორც ჩანს ასე არ არის. როგორც ჩანს, ბევრი ადამიანის გასაკვირად, სინამდვილეში მუსლიმი შემოქმედები არიან, ვინც მას უპირისპირდება და აქ არსებულ სისულელეებს ამხელს. ეს არის მისი კამერის წინ ტირილი, რადგან მისივე საზოგადოებისგან უარყოფითი რეაქცია მიიღო. ყოველდღე ვიღებ განახლებებს, სადაც ჩანს რა ხდება ღაზაში. ყველა შენობა დანგრეული და ჩამოგრეულია, ყველგან ნანგრევებია. და თქვენ გინდათ ამ ყველაფერზე ყალბი მედიას დაუჯეროთ. მე მხოლოდ ის მინდოდა რომ ისლამის გზავნილი გამევცელებინა, სიმართლე გამევცელებინა, ხალხს დავხმარებოდი და დაჩაგრულებისთვის დავმდგარიყავი. და თქვენ ერთ სტატიაზე ასე მარტივად უარს ამბობთ. გულწრფელად რომ თქვა, ყველაზე მეტად სტატია კი არ მატკინა, ყველაზე მეტად მუსლიმების რეაქცია მატკინა. თქვენ ვერ ხვდებით, რამდენი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული. არასდროს მიფიქრია რომ ამას ვიდეოში ვითხოვდი, მაგრამ მადლობა მუსლიმებს. ეხლა ბევრი რამ, რასაც ის ეწინააღმდეგება არის ის, რომ ხალხი ამბობს, თითქოს საქვემოქმედო საქმიანობა არ ყოფილა. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის იყო, რომ განაცხადე თითქოს გქონდა ფონდი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ გამჭვირვალობა არ არსებობს. და ამ ვიდეოებში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენე, რასაც მანაც აღიარა. გამოიყენეს თუ არა ხელოვნური ინტელექტი რომელიმე კონტენტში. მოკლე სარეკლამო მასალაში იყო მცირე ელემენტები, რომლებიც ჩვენი მარკეტინგის გუნდის მიერ ხელოვნური ინტელექტით შეიქმნა. ეს არასდროს ყოფილა იმისთვის განკუთვნილი, რომ რეალური დახმარება ჩაენაცვლებინა. ანუ ის აღიარებს, რომ იყენებდა ხელოვნური ინტელექტის მცირე ჩანართებს და ფიქრობს, რომ პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები ცდილობენ ეჭვქვეშ დააყენონ, რომ საერთოდ რამეს აკეთებს. მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ ის საქველმოქმედო საქმიანობას არ ეწევა. პრობლემა ისაა, რომ ის არ არის ლიცენზირებული ან რეგისტრირებული, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამიტომ ფული უბრალოდ იქ მიდის, სადაც მას უნდა. და როგორღაც მოახერხა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ერთი მეორის შემდეგ ქმნის რაღაცებს, რომლებიც სინამდვილეში არ არის მართალი. გულისხმობ, ის არ არის ისეთი რელიგიის ნაწილი, რომელიც თაქიის სახელით საჯაროდ ტყუილის თქმას ამართლებს. ეს არ გვაკვირვებს, მაგრამ საქმე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში არ არის. ეს პრობლემა მომავალში უფრო და უფრო გაიზრდება. ხალხი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ქმნის სკალბ რაღაცებს და აღარ იცის სად, როგორ და ვისთვის უნდა გაიღო ფული ინტერნეტში. კარგი, ამაზე სხვა დროსაც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ სინამდვილეში ვფიქრობ, ეს არ არის ის, რაც ხალხს აღიზიანებს. მე ვფიქრობ, რაც მათ აღიზიანებ, ან რის გამოც ისინი გაბრაზებულები ან განრისხებულებილები არიან, არის ის, რომ მუდმივად ვრცელდება ამბები, თითქოს ის საზოგადოებას ატყუებს. მაგრამ აი, კიდევ ცოტა მეტი ხელოვნური ინტელექტის თემაზე. ვიდეოს დასაწყისში მე ვარ. ესეთ ვიდეოს მილიონი ნახვა აქვს. თუ ასე არ არის, დაახლოებით 10,000 ნახვა აქვს.
ეს უბრალოდ მარტივი გზაა, რომ მეტი ყურადღება მიიპყრო. მაგრამ იმის თქვა, რომ მთელი შრომა ყალბია მხოლოდ იმიტომ, რომ ვიდეოს დასაწყისში 2 წამიანი AI კლიპია, როგორ შეგიძლია თქვათ, რომ ყველაფერი ყალბია მხოლოდ ამ 2 წამიანი ვიდეოს გამო? ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სიტუაცია, რაც კი მსმენია და მთელი ამ აბის განვითარება უბრალოდ პოეტურია. მაგრამ იცი არ ვიცი. და არ მგონია, რომ ყველა ამას ვიდეოს გამო ამბობს. ვფიქრობ, ჯილდო შეიძლება ცოტა პრობლემური იყოს. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ეს ადგილი უგანდაში არ არსებობს, შეიძლება პრობლემური იყოს. გონია არ მოგწონთ, როცა გიჭერენ. სამწუხაროდ თქვენთვის ინტერნეტის დეტექტივები ცოტა უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ეს. და გარკვეულ მომენტში თუ უბრალოდ აპირებთ მილიონების შეგროვებას მთელი მსოფლიოდან, ვიღაც სადღაც შეიძლება შეამჩნიოს, რომ ატყუებთ მათ. მადლობა ყურადღებისთვის, მის მეცან.